ის ადამიანია, რომელმაც თავის ქუჩას დედის ქუჩა შეარქვა. და ეს არის როგორც მე ხო იცი დედები. აი გინდა ავიღოთ თურქეთი, გინდა ავიღოთ აზერბაიჯანი, გინდა ავიღოთ დუბაი, გინდა ავიღოთ ვერც კი წარმოედგინათ რა და მე ახლა გეუბნები ახლა შეიცვალა მთავრობა და წინა მთავრობას უთქვიათ რომ იქო სენაკში კი არა მთელ სამეგრელოშიო ვიღაცეების სახელი ქვიაო ამ ქუჩასო და ყველგან უნდა შეცვალოთ ყველგან შეცვალეს და მისულან ჩვენ სამეზობლოში და რო უნახიათ დედის ქუჩა აღთოვანებული წამოსულან აქეთ ვინ უნდა დაიბადოს ისეთი ადამიანი რომ აი ამ ქუჩას სახელი შეუცვალოს ეს ხო არ არის მარტო დედაჩემი ეს არის ყველას დედის საპატივცემლოდ როგორც ცოცხალი დედების ისე გარდაცვლილი დედების საპატივცემლო და ეს ქუჩა და ეს არის საქართველოში ახლა აი ამ ჩემმა ძმაკაცმა ბაქოელმა მე ბაქოში ძალიან მაგარი საზმაკაცო მყავს და ერთ-ერთ სუფრაზე თქვა რომ დედაჩემიო როცა გარდაიცვლებაო აქ ამ ქუჩასაც დედის ქუჩა უნდა შევარკვაო და ბაქოში ახლა ერთ-ერთ ქუჩას ქვია დედის ქუჩა და რა თქმა უნდა მე ვიყავი ჩასული აი რისი თქმა მინდა საბოლოოდ იმის თქმა მინდა რომ პატრიარქმა ესენი თქვა რომ ვერავინ რო ვერ მოიფიქრა ის შენ მოიფიქრე და ისტორიაში შენ შეხვედი ამით და ამაზე უკეთესი ქვეყანაში არავის არაფერი არ გაუკეთებიაო და შენ იქნებიო ჩემგან დალოცვილიო და რავი დღემდე კი მოვდივართ აგერ და ვარ ამ ქვეყანაზე და საფლავი არის სენაკში, ქუჩა არის სენაკში და მე თვითონ იციან ჩემმა თანამშრომლებმა რომ მათეს შვილიშვილებს ჩავისვა მანქანაში და არ არის თვეინგა არ არსებობს რომ მე ორჯერ მაინც სენაკში არ ჩავიდე და ის საფლავი ჩემი ხელით არ გადაუწმინდო. მოდი დღეს აი ესე დავამთავროთ რაც შესაძლებელი იყო აუხსანი და ყველა დედა გაგვინათოს ღმერთმა რომელიც წასულია და ვინც ყავს დღეს სახეზე უსურვოთ დიდხანს სიცოცხლე დედაზე უკეთესი არ დაბადებულა არც დაიბადება და ღმერთმა გაანათოს წასულები და დიდი ხნის სიცოცხლე უსურვოთ რავი დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის რომ მე ესე ჩემებურად დამეხსნა დიდი მადლობა